კარგად ბრძანდებოდეთ და ახლა როგორც ხედავთ, რუსთაველი გათავლიანებულია, ეს ხდება მსოფლიოში პირველად და უნდა გადავინაცვლო ბატონ ალექსანდრე ონოფრიშვილთან თის კურორტების განვითარების კომპანიის პატარა კურორტი მოვაწყოთ. აქ და მსოფლიოში არის პრეზენტაცია, სანდრო, ჩვენ პირველად გავათავლიანეთ წელს გუდაური და დიდველი. და დღეს უკვე ბარის პირობებში ქალაქში პირველად ხდება. მოდი რა გითხრა ამის შესახებ. პირველ რიგში მინდა ყველას მიულოცო დღევანდელი დღე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე და ჩვენთვის უდიდესი პატივია, რომ დღეს წარმოვადგენთ ჩვენ სამინისტრის, ეკონომიკის სამინისტროს რუსთაველზე და გვინდა პატარა ხალისი შევმატოთ ამ დღესასწაულს, რაც არის. რა წარმოგვიდგინა ეს ადამიანი იტალიურ-ავსტრიული კომპანიის დამსახურება, ერთ-ერთი დამსახურებაა ის, რომ დღეს ჩვენ თბილისში ასეთ სიცხეში და მაისის თვეში გვაქვს თო. ესე იგი, ეს არის იტალიური ავსტრიული კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მენეჯერი, ტექნოალპინის კომპანიის მთავარი მენეჯერი, რომელმაც გადაწყვიტა ეს სრულიად უსასრულოდ წელოვანადელ წელს 26 მაისს ჩამოეტანათ საქართველოში Snow Factory, როგორც ქვია, თოვლის ფაბრიკა, ასე ვთქვათ, რომელიც არის know-how მთელ მსოფლიოში, მისი პრეზენტაცია ქალაქის პირობებში ხდება წელს თბილისში და შეგვიძლია სიტყვა გადავცეთ და ორი სიტყვით მანაც მოგვილოცოს. Hello everybody. It's a big pleasure from my side to be here. Happy Independence Day to everybody. And ძალიან ბედნიერება აქ ყოფნა. And it's also a big pleasure from Technoalpin side to show you our snowmaking systems. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ჩვენი კომპანიისთვის რომ განახოთ ჩვენი თოვლის ფაბრიკა. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენთვისაც ძალიან დიდი პატივია, სანდრო, რომ გითხრათ, რამდენი სანტიმეტრია დაახლოებით? ჯერჯერობით გვაქვს დაახლოებით 30 სანტიმეტრზე მეტი უკვე აქ. ჩვენ ალბათ 12 საათამდე გავაგრძელებთ მუშაობას და ეს თოვლი გვექნება თელი დღის განმავლობაში. ამ აპარატის შესახებ რო გითხრა, როგორ ხდება თოვლის გათოვლიანება? ამ აპარატის როგორ ხდება ეს ყველაფერი ამოყოლა ჩვენ არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ამაზე მუშაობენ ძალიან სერიოზული მეცნიერები. მათ წელიწადში ხარჯავენ დაახლოებით 5 მილიონი ევრომდე რომ გამოიგონեն ეს და ეს არის როგორც გითხარით სრულიად ახალი გამოგონება, თუმცა შემიძლია გითხრათ რომ ჩვენ ვაწვით მას წყალს და დენს, დანარჩენს თვითონ ქარხანა აკეთებს. ძალიან დიდი მადლობა, მე ვიცი რომ გუდაურში ბევრი საინტერესო პროექტია დაგეგმილი, ორი ხელოვნური ტბის გაკეთება იგეგმება, წარმატებებს გისურვებთ, სანდრო, დაგემშვიდობები, მე დავემშვიდობები ჩვენს მაყურებელსაც და უნდა გითხრათ, რომ ვისაც გსურთ ბავშვებო და არა მარტო ბავშვებო, მშობლებოც გაერთოთ, მობრძანდით ყოფილი უნივერმაღის შენობის პირდაპირ არის განთავსებული თოვლის მოედანი, ასე ვთქვათ, სადაც თქვენი ბავშვები ძალიან კარგად გაერთობიან, იქიდან გამომდინარე, რომ გზები გადაკეტილია, შეგიძლიათ ისარგებლოთ მეტროთი, მეტრო თავისუფლება ამოდის.